დავიწყოთ ტრადიციულად აფხაზეთიდან, გაგრაში 21 გრადუსია, ნავარაუდევი დღეს 21 გრადუსი დაფიქსირდება უმეტესად მზიანი, სოხუმშიც 21 გრადუსი, ასევე მზეც გამოანათებს, ზუგდიდში 21 გრადუსი, უმეტესწილად აქაც მზიანი დღე გველოდება. მესტიაში კაშკაშებს მზე და 13 გრადუსიო გვამცნობენ სინოპტიკოსები, ფოთში 21 გრადუსი დაფიქსირდება, რაც შეეხება ბათუმს აქ 22 გრადუსი გველოდება, მზეც გამოანათებს. ოზურგეთშიც მზე იქნება დღის განმავლობაში 22 გრადუსი ტემპერატურის თანხლებით. ქუთაისში 21 გრადუსი დაფიქსირდება და დღე მზიანია, ამბროლაურშიც გრძელდება კაშკაში და ახალციხეში 17 გრადუსი და მზეც ანათებს. ბორჯომში 14 გრადუსიო გვამცნობენ სინოპტიკოსები, მზიანი იქნება დღე ამ შემთხვევაშიც, ბაკურიანშიც მზე და 13 გრადუსი ტემპერატურა. რაც შეეხება გორს, აქაც კაშკაში გვაქვს და 16 გრადუსი, ცხინვალში 15 გრადუსი და დღე მზიანი ასევე, სტეფანწმინდაშიც მზეა მთელი დღის განმავლობაში და 11 გრადუსი ტემპერატურა. გუდაურში 6 გრადუსი, მზიანი დღეა ნავარაუდევი ამ შემთხვევაშიც, თელავში 14 გრადუსი, მზეც გამოანათებს. რუსთავში 17 გრადუსი, უმეტესად მზიანი დღე გვაქვს აქაც და ჩვენს დედაქალაქ თბილისში უმეტესად მზიანი, გითხარი თუ არა? 16 გრადუსი ტემპერატურა, ესე იგი დედაქალაქის პროგნოზე არ გვჭირდება ხოლმე, მე ვიტყვი, როგორი პროგნოზია ნავარაუდევი. და საკმაოდ დამაჯერება. აი ესე გამოიყურება ჩვენი დედაქალაქი. ნანახს გაუზიარებ ხოლმე ჩვენს ტელემაყურებელს. გაიღვიძა დედაქალაქმა, კარგია მართლაც მზის სხივები დილიდანვე შეინიშნება.